პირველ რიგში მაქვს ასეთი შეკითხვა. ეს არის მხოლოდ საკადრო ცვლილება თუ ეს არის ომის მოდელის, ომის მართვის მოდელის შეცვლაც? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მძიმე გადაწყვეტილება, რომელიც მოუწია პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილების მიღება და მინდა გითხრათ, რომ ეს სახეზე იყო იქიდან გამომდინარე, რომ არ და ვერ შეთანხმდნენ გენერალი სირსკი და თავდაცვის მინისტრი. ეს იყო ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, მე არ მოველოდი ამ ხელა გამოხმაურებას საზოგადოების მხრიდან, იმიტომ რომ უკრაინას მინდა გითხრათ, რომ არ ახსოვს ესეთი განსაკუთრებული ეფექტური თავდაცვის მინისტრი, არც ომამდე, მხედველობაში 2014 წელი, იმიტომ რომ 2014 წლამდე ალბათ ძირითადი უმრავლესობა შეადგენდა არასასურველ და სამარცხვინო მინისტრების სიას და 2014-ის მე ბევრ თავდაცვის მინისტრთან პირადად მქონდა შეხვედრა ბალტარაკთან და ასე შემდეგ და მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ამ 6 თვის განმავლობაში აღმოჩნდა ბატონი ფედოროვი, იმიტომ რომ მას დიდი მხარდაჭერა ჰქონდა პრეზიდენტისგან, მას დიდი თანამდებობა ეკავა, ის იყო ვიცე-პრემიერი და ასევე აკეთებდა იმ საქმეს, რომელსაც ციფრული აღწერა ჰქვია და დღესაც მე მინდა გითხრათ, რომ ვიღენებთ იმ ძიას, რომელიც მან შექმნა და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ქართული რეფორმები, რომელიც ჩატარდა მიხეილ სააკაშვილის პერიოდში, ის რამოდენიმეჯერ უფრო კარგად წარმოჩნდა უკრაინაში და უფრო ეფექტური აღმოჩნდა, იმიტომ რომ მიეცა მას უფრო გამოვების და გაფართოების საშუალება. კი ბატონო, ბატონ გიგი, რასაც თქვენ ახლა გვიყვებით, სწორედ ეს აჩენს კითხვას, რატომ გააკეთა პრეზიდენტმა, თქვენ ბრძანეთ, რომ ეს ყურთული გადაწყვეტილება, მაგრამ რატომ გააკეთა, მიიღო ეს გადაწყვეტილება სირსკის სასარგებლოდ? ეს იყო მხოლოდ აი ამ კონფლიქტის განმუხტვის მცდელობა, ერთადერთი გზა, თუ ეს მაინც იყო რაღაცა ტიპის მისი მოტივაციების შემცველი პოლიტიკური განაცხადის და პოლიტიკური გადაწყვეტილებაც. მე მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ბევრი მძიმე გადაწყვეტილება მიღებული, ბევრი ნაბიჯია გადადგმული. ჩვენთვის მთავარია, რომ დღეს მოვიგერიოთ და მოვიგოთ ომი, რომელიც გრძელდება. ჩვენთვის მთავარია მხარი დაუჭიროთ სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და არ იყოს გარკვეული რგავები ქვეყანაში, მაგრამ რა თქმა უნდა ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება, ერთ-ერთი უმძიმესი ალბათ პრეზიდენტ ზელენსკის პოლიტიკურ მოღვაწეობაში და ბატონი მიხეილი წარმოჩნდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და საუკეთესო თავდაცვის მინისტრი იმ გამოხმაურებიდან, რომელსაც მე ვხედავ საზოგადოებაში და მე ვაგვირდები და რა თქმა უნდა ძალიან ბევრმა სამხედრომაც ღია დაუჭირა მხარი მოქმედა სამხედრომ, ბევრმა განსაკუთრებულად დიდი ავტორიტეტის მქონე სამხედროებმა დატოვეს თანამდებობა და მე უკვე მქონდა იმის შიში, რომ ამას რაღაცა დიდი კიდე ტალღა არ მოყოლოდა და არ ყოფილიყო ეს გამოყენებული ჩვენი მოწინააღმდეგის მხრიდან. ასე რომ მე მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ბატონ მიხეილ ფედოროვს აქვს დიდი მომავალი, პოლიტიკური მომავალი და ის ბევრს მიაღწევს, იმას ჩვენ კიდევ ვიხილავთ, მაგრამ დღეს უნდა კონცენტრირდეთ ერთობაზე, დღეს უნდა კონცენტრირდეთ იმ გუნდთან ერთად, რომელიც მართავს ქვეყანას. ჩვენი ვალია ვიყოთ იქ, სადაც ვიყავით, ჩვენი ვალია გავაგრძელოთ ბრძოლა
და დავასრულოთ ისე, როგორც ახლა დღევანდელ დღეს პირი უჩანს ამ დასრულებას. აი, სირსკისთან ეს მარცხიც რაღაცა ისე ჩანს, რომ თითქოს არის ბონუსი მის სამომავლო პოლიტიკურ კარიერაში, რაღაცნაირად ასე არის აღქმული, თუმცა მართლაც რასაც თქვენ აღნიშნავთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა უკრაინისთვის არის ის, რაც მას წინ აქვს რუსეთთან ომში, ხომ არა ისახება ეს გადაადგილებებიც, რაც თავარია თავდაცვის მინისტრის პოზიციიდან ჩამოშორებაც ფრონტის ხაზზეც, როგორ ფიქრობთ თქვენ ამას და რაც თავარია აი წარმატებულ პროექტზე, საომარ პროექტზე, რასაც ქვია დრონებით რუსეთის სიღრმეში შეტევები. არა, ეს ამ ყველაფერს მიეცემა განვითარების საშუალება. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ევგენი ხმარა გააგრძელებს ამ კონკრეტულ მიმართულებებს, რომელმაც გამოიჩინა ძალიან დიდი ეფექტურობა. ეს იქნება ყველაფერი წინწაწეული, განვითარებული, მაგრამ მინდა გითხრათ პატარა პირადი მაგალითი იმისა, რომ მე მახსოვს, როცა შემოვიდნენ ჩვენი სამოქალაქო სექტორიდან, ანუ კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტროდან საკითხით, რომ უნდა წაეღოთ თავდაცვის სამინისტროს ბალანსი არსებული ქუთაისის აეროპორტი და რა თქმა უნდა მე ვიყავი ამის წინააღმდეგი, რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, მე ვერ გავიგე საერთოდ რატო აირჩიეს ქუთაისის ის კონკრეტული აეროპორტი, ახლა რომელთაც მთელი ქვეყანა სარგებლობს და ერთ-ერთი საუკეთესოა პასებიდან გამომდინარე და ჩემი ოჯახით ამით სარგებლობს, მაშინ მე მქონდა ეს წინააღმდეგობა. ამიტომ ეს პატარა მაგალითია იმისა, რომ არსებობს წინააღმდეგობა სამხედრო საზოგადოებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, თუ შეიძლება ესე ითქვას, მაგრამ აქ გამორჩეული იყო ბატონი მიხეილი თავისი აქტიური, სწრაფი და ხარი გადაწყვეტილებებით, რომელიც იყო ეფექტური და შეიძლება ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებების მიღებას, ამ სიჩქარეს, ამ კონკრეტულ სიჩქარეს ვერ აყვა გაერთიანებული შტაბი და რა თქმა უნდა იყო რაღაცა დაპირისპირება გარკვეულწილად. ეს ყოველთვის იყო და იქნება, არ ამგონია რომ მხოლოდ ეს ხდებოდეს რაღაც სამხედროებსა და სამოქალაქოებს შორის, ახალი ხელმძღვანელობა რომ მოდის, თქვენ გაქვთ ალბათ გამოცდილი, რომ ახალი ხედვით მოდის, შენ უკვე შეჩეული ხარ ამ სამუშაოს ათეულობით წლებით და ყოველთვის ახალს უნდა რომ შეცვალოს და ახლებურად მიუდგეს და ამ კონკრეტულ ხედვებს მოყვა კომპლექტი. და მე ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა იმას, რომ ჩვენ გავერთიანდეთ და მხარი დაუჭიროთ პრეზიდენტ ზელენსკის მის გუნდს, მის გადაწყვეტილებებს, ჩვენ ვალდებული ვართ, გავაგრძელოთ და მივყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე ეს ომი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბატონ მიხეილ ფოდოროვს აქვს დიდი პოლიტიკური კარიერა. კი ბატონო, აი თქვენ რასაც ამბობთ, ახლაც ბოლო სიტყვები რაც თქვით, სწორედ აქედან გამომდინარეც მინდა ვიკითხო, არის ასეთი მოსაზრება, რომ ზელენსკიმ მასში პოლიტიკური კონკურენტიც დაინახა და ამ შემთხვევაში სირსკის სასარგებლოდ ფსონის დადება, სწორედ აქედანაც შეიძლება გამომდინარეობდეს, თუმცა აქვე ჩემს აზრს ვიტყვი უბრალოდ, რომ მან დამატებითი ბონუსები დაურიცხა, შეიძლება ითქვას ფედოროვს, თუ კი ეს ამოცანა ჰქონდა მის პოლიტიკური კარიერისთვის, მაგრამ თქვენ ადგილზე მყოფი როგორ აღიქვამთ ამას? დღეს უწევს ზელენსკის ასეთ საკითხებზეც ზრუნვა და ფიქრი სამომავლო კონკურენტების გზიდან ჩამოშორებაზე? ზელენსკის დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ეხლა ძირითადი მიმართულება აქვს, რომ მშვიდობიანად
მოგვარდეს მისი დაპირისპირება ბატონ ფედოროვთან და დაწუნებული ვარ ესეც იქნება ბატონი მიხეილი ალბათ გამოვა და იტყვის თავის სათქმელს საბოლოოდ რას აპირებს და რა ფორმით იქნება ის რაც მისგან მოისმინეთ ის იყო რომ ის აგზელებს და იქნება იმ გუნდში რომელსაც მე ვიძახი იმ გუნდში რომელიც უნდა იყოს ყოველთვის ეს არის გუნდი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ და რუსეთის წინააღმდეგ გუნდში და რა ფორმით წარმოიჩნდება ჩვენ არ ვიცით და ერთი რამე მინდა გითხრათ რომ პრეზიდენტს აქვს ძალიან დიდი გამოწვევა ეს არის ომი ეს არის საჰაერო თავდაცვის სისტემები, მისი განვითარება და რა თქმა უნდა საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც მას აქვს და ექნება ომის დასრულებამდე. კი ბატონო, ასეთი პროტესტი, რაც ქუჩაში ვნახეთ, ფაქტობრივად კი იყო ერთხელ საკანონმდებლო საკითხებზე, პრინციპში კიევში პროტესტი, თუმცა ახლა მართლაც თქვენ ბრძანებთ, რომ გასაოცარი იყო ასეთი გამოხმაურება, ხო, ფედოროვისთვის გამოხატული მხარდაჭერა. ეს ხომ არ მეტყველებს რაღაც დაგროვილ მუხტზე, მაინც მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც კონვერტირდა ახლა ფედოროვის მხარდაჭერაში და ზელენსკის მიმართ რაღაცა ტიპის მისი მხარდამჭერთა წრისგანაც მათ შორის და იქ დარწმუნებული ვარ ხალხი ვინც დგას ზელენსკის მხარდამჭერთა კატეგორია იდგა ხომ გარეთ უბრალოდ გაბრაზდნენ მათი რჩეული ზელენსკისგან ამ ნაბიჯის გამო ხომ არ არის ეს გამოხატულება შიგადაშიგ ზელენსკის რაღაცა ნაბიჯებთან დაკავშირებით რამაც ამოხეთქა ეხა ფედოროვის შემთხვევაში მე მინდა გითხრათ რომ უკრაინელი ხალხი არის ძალიან დემოკრატიული უკრაინელი ხალხი რეაგირებს უკრაინულმა ხალხმა შეცვალა პრეზიდენტები უკრაინელმა ხალხმა მოახდინა ჩაატარა უკვე რამოდენიმე სამაგალითო არჩევნები ეს გამოსვლები რა თქმა უნდა ჩემთვის იყო მოულოდნელი მაგრამ მინდა გითხრათ რომ ამას შეხვდნენ გაგებით რა თქმა უნდა პრეზიდენტმაც აღნიშნა რომ მოისმინა ხალხის ხმა და რა თქმა უნდა იყო კიდევ შეთავაზება როგორც მახსოვს რომ ის დარჩენილი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთ-ერთ თანამდებობაზე, რაზეც როგორც მე ვიცი და როგორც ღია ინფორმაცია არის და მედი ამაზე საუბრობს, მან უარი განაცხადა. ასე რომ მე მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში რაც არ უნდა ძიმე მდგომარეობა იყოს, ქვეყნის საზოგადოება ახერხებს და აორგანიზებს და გამოთქვავს. კი ბატონო, ფოკუსს არ კარგავს საქართველოს მოქალაქეებისგან განსხვავებით სამწუხაროდ. საქართველოს მოქალაქეებიც არ კარგავენ, უბრალოდ იციან, რომ ეს უკრაინის ომი ბევრ რამეს წვითავს და საქართველოსაც ახდენს გავლენას. და რა თქმა უნდა აქ ჩვენი წარმატება უკრაინის წარმატება არის პირველ რიგში და რა თქმა უნდა უკრაინის წარმატების შემდეგ რომელიც დარწმუნებული ვარ დასრულდება ისე როგორც უკრაინულ ხალხს უნდა შემდეგ იქნება ქართული წარმატება მე ეს მჯერა ძალიან კარგია ეს შეძახილი ყველას გვჭირდება მით უმეტეს ასეთი სოლიდარული უკრაინიდან აქ მოდით ვიკითხავ ახლა მე ევგენი ხმარას შესახებაც რომელიც სავარაუდოდ გახდება ხომ თავდაცვის მინისტრი თუმცა ჯერ მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელია მასზე არის ერთადერთი ცოდნა რომ სპეცოპერაციების გამოცდილი გენერალია და რომ შესაძლოა მას არ კონდეს ისეთი გამოცდილება როგორიც ესეთი ფართოხედვის მენეჯერს ჭირდება თავდაცვის სამინისტროს მართვისას თქვენ რა შეგიძლიათ თქვათ მის შესახებ ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული მის ნაბიჯებზე რა თქმა უნდა ეხა ფედოროვს თავისი გავლენით თავის მოკლე ისტორიული წარსულით რომელიც მას ჰქონდა პოლიტიკურ ომის დრომდე და მის მერე ის იყო ვიცე-პრემიერი მას ჰქონდა ძალიან დიდი გავლენა ის ატარებდა ამ რეფორმებს ომის დროსაც ბევრი რამე დაიხვეწა მანამ ის იყო ციფრული მინისტრი და მოახერხა ასევე პარალელურად შეექმნა კონკრეტულად თავდაცვის სამინისტროს დახმარებით მოეხდინა
შეექმნა ქვედანაყოფები, რომელიც იყო ძალიან ეფექტური და მან მის ამ გამოსვლაში ბევრი რამე ილაპარაკა. მაგრამ რაც შეეხება ევგენი ყმარას, ეს არის ადამიანი შემსრულებელი, ადამიანი პრაქტიკოსი, ჩვენ ბევრი რამე გვსმენია და მინდა გითხრათ, რომ თვითონ ეს ოპერაცია ობობა, რომელიც დაიგეგმა, აქვს მონაწილეობა მიღებული და არა მარტო მაგ ოპერაციებში, თვითონაც ფიზიკურად იგერიებდა და მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი დღე და დღევანდელი ომი უბრალოდ წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე და მაგალითად ერთი გვირის უკან ვეყავი ქოჩიშვილის გასვენებაში და მოვიდნენ სამხედროები და გვითხრეს, რომ აი ხა მე მახსოვს გასვენებაში მყოფი სამხედროები, რომლებიც იყვნენ სნაიპერები, ყუმარტყოცნელები, იყვნენ პოლმექანიკოსები და ერთმა შემომჩივლა ეს ღია და პირადად, რომ მთელი ეს 15-20 წელი, რომელიც ჰქონდა საქართველოს შეერთებულ ჯარებში გატარებული, ეს პროფესია რეალურად ამ ომის დროს არ წარადგა და ვერ გამოიყენა. ანუ და გახდა FPV დრონის ოპერატორი და გამეღიმა ამის გაგების მერე, რომ ნამდვილად ახლა უკვე ის პროფესიები, რომელსაც ჩვენ გავდიოდით, რომელსაც ჩვენ გვასწავლდნენ, ხო, ისინი ისე აღარ გამოიყენება და შეიძლება ითქვას, რომ ჯერ გამოუყენებელია ამ ომისთვის. და მე მგონი სამომავლოდ ეს ალბათ წარსულს მიეცემა, მაგრამ რა თქმა უნდა ადამიანის ფაქტორი ჯერჯერობით არსებობს და რამოდენიმე ათეულში შეიძლება ეს ადამიანის ფაქტორიც გამოირიცხოს. ეხლა ძირითადად ომს იგერიებს ოპერატორები, რომელიც არიან დაცულად განადგებული მართვის ცენტრში და მართავენ როგორც საჰაერო დრონებს, ისე სახმელეთო პატარა დრონებს, რომლებიც აღწევენ მიზანს, აკეთებენ ლოგისტიკურ უზრუნველყოფას და აკეთებენ კიდევ განაღმებს. ამიტომ აქ გამორიცხულია, რომ სხვანაირად წარიმართოს ომი და შეიცვალოს ეს მიმართულება, რასაც ქვია განვითარება და რობოტიზაცია. როგორც თქვენ ბრძანებთ, ეს უნდა იყოს ამ ეტაპისთვის კომბინირებული მოგერიება შეტევა ყველა ტიპის ჩართულობით, თუმცა აი მაინც მინდა ვიკითხო სამხრეთის ფრონტის თემა, სადაც არ აქვს უკრაინას მყარი პოზიციები, მას აქვს ძალიან კარგი შედეგები, რაც არაერთხელ აღნიშნე და ჩვენ ვაჩვენეთ კიდეც ახლა კადრში ჩანს მოსკოვში ესეთი რაღაცა მართლაც ნახაც გავს, ეს აფეთქებულია ეს ნავთობ ტერმინალის კადრი ხომ, როდესაც დრონით აფეთქდა ეს ნავთობ ტერმინალი. აი ამ ფონზე ხომ არ არის მაინც რაღაცა ტიპის გართულებები მოსალოდნელი სამხრეთის ფრონტზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფრონტია უკრაინისთვის, ფაქტობრივად ჯებირია ხო მთელი სივრცისთვის და აქ მაინტერესებს თქვენი აზრი, როგორ უძლებს უკრაინა ამ ნაწილში. მე მინდა გითხრათ, რომ ზუსტად სამხრეთ მიმართულებაზე უფრო აქ წარმატება ვიდრე აღმოსავლეთით, იმიტომ რომ რუსეთის ხელმძღვანელობასაა გადაწყვეტილი დაასრულოს დონბასის ოკუპაცია და ზუსტად იმ ქალაქში, სადაც მე 2014 წელს ვიმყოფებოდი ბევრ გენერალთან ერთად კრამატორსკის ავიაბაზაზე. ეხლა ზუსტად იმ ქალაქისკენ მიიწევს და აკეთებს ყველაფერს, რომ მოახდინოს კრამატორსკის ოკუპაცია. და რა თქმა უნდა ეს ქალაქი უკვე ემსგავსება ისეთივე ქალაქს, რომლებიც გაანთავისუფლა ბჭყალებში რუსეთის შეერთებულმა ძალებმა. და სამხრეთის მიმართულებით კი პირიქით მინდა გითხრათ, რომ ზაპოროჟიისა და ყირიმის მიმართულებით შეიძლება ითქვას, რომ ლოგისტიკური უზრუნველყოფის გზები სრულიად კონტროლის ქვეშაა, ვერ ახერხებენ ისინი ვერც საწვავით, ვერც და რამე კლასის უზრუნველყოფის მიტანას ერთი წერტილიდან მეორემდე, მათ ეს ძალიან
განუჭირთ, ამას ვერ ახერხებენ დღის განმავლობაში, ცდილობენ ღამე, სამხრეთ მიმართულებაზე კიდე მინდა გითხრათ, რომ აქ არის ზღვის ფაქტორიც, შავი ზღვის ფაქტორიც, სადაც სრულიად კონტროლირდება უპილოტო ნავებით და დამტკმელი კატარღებით, რომელიც გადაადგილდებიან სწრაფად, ასევე უპილოტო გამოჩნდა უკვე უპილოტო წყალქვეშა ნავები, რომლებიც ეფექტურად გამოიყენება ასევე შავი ზღვის ისე იგი საერთო შეჯამება თქვენი როგორი იქნება უკვე აი სამხედრო მიღწევების თუ რაღაცა პრობლემების თვალსაზრისით ძლიერი მხარეები თვალით ჩვენ რასაც ხედავთ არის ეს დრონებით შეტევები სამხრეთს არაუშავს აღმოსავლეთზე მეტი პრობლემა ასე ჩანს ხომ მაგრამ რამდენად დიდია ეს პრობლემები იმ თვალსაზრისით რომ რაღაცა უკრაინას რაღაცა დაათმობინოს რაღაცა კომპრომისზე წაიყვანოს აი 2002-ის მერე გავიდა ხომ 4 წელი შეჭრიდან 4 წლის თავზე მინდა გითხრათ რომ აი ეხლაც ეთება ჩემო სამხედრო მეგობარმა მომწერა რომელიც სამხედრო მრეწველობაში იყო გამორჩეული სამხედრო მრეწველობიდან გამომდინარე საქართველოს ძალიან ბევრს მიაღწია იმ მოკლე პერიოდში, მაგრამ უკრაინის სამხედრო მრეწველობა არის ძალიან განსაკუთრებული. ხა თქვენ აღნიშნეთ, რომ რა შეიცვალა და სად არის წარმატება და მე რაც ხედავ. მე მინდა გითხრათ, რომ სულ რაღაც 4 წელნახევრის უკან ჩვენ ფიქრობდით დაეცემა თუ არა კიევი, დაეცემა თუ არა ხარკოვი და დღეს ვართ სულ სხვა განზომილებაში. ხა ჩვენ ფიქრობთ, რამდენ ხანს გაუძლებს რუსეთის შეერებული ძალები. ისინი აილაგნენ დიდი ოლქებიდან, როგორც არის ზაპაროჟიის, როგორც არის ხერსონის, მათ უკან დაიხიეს, მათ ბევრი დათმეს, ისინი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ, ჩვენ გვახსოვს კურსკის ოპერაცია ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება მთელი შავი ზღვის ფლოტის ჩაძირვა და განსაკუთრებით მოსკოვის სახელობის გემი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ ბომბავდა კიდე 2008 წელს. ეს კარმა კიდე არსებობს და კიდე ბევრი გენერალი და ბევრი სამხედრო ხომალდი დაინერცხება ძირს და ჩაიძირება. და ჩვენ დღეს მივედით იქამდე, რომ რამოდენიმე სარაკეტო კომპლექსები რამოდენიმე კერძო კომპანიისგან, სახელმწიფო ძველი კომპანიისგან კეთდება და ერთმანეთს კონკურენციას უწევენ, ვინ უფრო შორს, ვინ უფრო ჩქარა, ვინ უფრო ეფექტურად გაანადგურებს უკვე მოსკოვის ოლქს, უკვე პეტერბურგის ოლქს, უკვე ძალიან გადახვეწილ ოლქებს, რომელიც მე ხაზებიათ არ ვიცი, 2000 და 1500 კილომეტრით დაშორებით უკრაინის საზღვრიდან და ეს არის უკვე დიდი წარმატება, ეს არის იმის გამოვლინება, რუსეთის შეერაგებული ძალები ვეღარასოდეს ამ ჩვენ მომავალ ისტორიაში ვეღარასოდეს ვეღარ დაიზრება, ვეღარ შეძლებს იქ შევარდა სადაც ის ყოველთვის ფიქრობდა რომ შევარდებოდა, აიღებდა და დაამარცხებდა და დაანგრევდა რაღაც დიდ ქალაქებს, ეს უკვე ვეღარ მოხდება უკრაინაში. თქვენც თვალყურს რომ გამოდიან და დიდი სიამაყით იძახიან როგორ აიღეს ერთ-ერთი სოფლის ერთ-ერთი ქუჩა და ერთ-ერთ ქუჩაზე როგორ აღმართეს რუსული დროშა. ეს არის უკვე დიდი წარმატება. კიდე როგორც ყოველთვის ვიძახი, თქვენ გაიგებთ უკრაინულ გმირობებს, უკრაინულ განსაკუთრებულ წარმატებებს და რა თქმა უნდა ტექნოლოგიურ და ძალიან განსაკუთრებულ წარმატებებს, რომლითაც
ჩვენც ვიამახებთ და უკვე მინდა გითხრათ, რომ ევროპის დიდი ქვეყნის შეერაღებული ძალები არიან დაინტერესებული ერთობლივ წარმოებაზე კი ბატონო, ამასაც ვადევნებთ თვალს. დიახ. იმ კონკრეტულ მიმართულებიდან, რომელიც მთელ ევროპის კონტინენტზე შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ერთი თუ ორი წარმოებელია. ეს არის ანტიბალისტიკური სარაკეტო თავდაცვის სისტემები. მოკლედ უკრაინაში გასაგებია შეიძლება ჩავთვალოთ დემოკრატიის გამოვლინებათაც ის რაც მოხდა ერთი ministris გადაყენებასთან დაკავშირებით ჩანდად გაცლებით დრამატულად ეს პროცესი თუმცა როგორც ხვდები და როგორც თქვენგანაც გავიგეთ ახლა ეს არ არის იმ მასშტაბის პრობლემა რომ რაიმე ცვლილებები გამოიწვიოს ან შიდა პოლიტიკურ საკითხებში ან ფრონტის ხაზზე ამას მიდასტურებთ ანუ უკრაინა განაგრძობს ზუსტად იმ რეჟიმში წინააღმდეგობას რა რეჟიმშიც იყო მიხაილ ფედოროვის დროს. დიახ.